ახლა გვაქვს საშუალება კიევიდან ჩავრთოთ ბუდან ფერენსი, პოლიტოლოგი, რომელიც არა მარტო ცხადია უკრაინის პოლიტიკას აქტიურად აკვირდება, არამედ უსმენდა დარწმუნებული ვარ პრეზიდენტ ზელენსკის პრესკონფერენციას. მადლობა მინდა უთხრა მას გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვთხოვო რა მოხდა მისი ყურადღების ფოკუსში თავად ზელენსკის პრესკონფერენციიდან, რა არის ის მთავარი დასკვნები, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია გამოვიტანოთ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი დასკვნა გახლავთ, რომ ჩვენ გვესმის რა ხდება გეოპოლიტიკურ განზომილებაში. ახალი რეალობები ჩნდება, რომელთანაც უნდა ვიმუშაოთ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ზუსტად ცდილობდა ჟურნალისტებისთვის თავი მოეყარა მრავალი ქვეყნიდან, რათა მოეხდინა მათთან კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას მედიაში, მრავალი ქვეყნების მას მედიაში განიხილება იმ საკითხებზე მოუყარა თავი, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგალითად Twitter-ზე, ან ტრამპის განცხადებები, მასკის განცხადებები კონტექსტში, რაც რუსეთის ომთან არის მიმული. ეს პირველი ამისთვის იყო ეს. და მეორე, 24 თებერვალი ეს გახლავთ მესამე წლისთავი სრულმასშტაბიანი რუსეთის შეჭრისა და უკრაინა დგას, თავს იცავს რუსულ ომში. მაგრამ კონტექსტი, როგორც უკვე გამოვსახე, იგიც იცვლება. ახალი რეალობები გახლავთ, ახალი რეალობები ჩნდება, მათთან უნდა ვიმუშაოთ და მეორე გახლავთ, უნდა მოხდეს ახსნა განმარტება უკრაინის პოზიციისა ძალიან რთულ, ესე შეიძლება უწოდოთ ამას მედიურ მოლაპარაკებებში. იმიტომ რომ ეს არ გახლავთ ფორმალური ეგრეთ წოდებული ტრეკი, რომელიც ეხება დიპლომატიას, მაგრამ ვაშინგტონში რა განცხადებებიც კეთდება, ჩვენთან კიევში ამას ინტერპრეტაცია ჭირდება გამომდინარე რეალური ინფორმაციიდან და არა იმ ინფორმაციიდან, რომლის გამოყენება შესაძლებელია манипуляციისთვის. ბატონო მოგდან, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაციის არსებობა. ამ მხრივ გენერალ კელოგის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ზელენსკი საუბრობდა სულ რამდენიმე წუთის წინ. მე ასე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში, რომ ის განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს ემანუელ მაკრონის ვიზიტზე, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს ვაშინგტონში ჩადის ის და ასევე კვირის დასაწყისში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩადის. ისინი ფაქტობრივად კონსოლიდირებული პოზიციით ჩადიან ევროკავშირის და ბრიტანეთის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ ტრამპთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის, ევროპელი ლიდერების როლი როგორი შეიძლება იყოს და რამდენად პოზიტიურად შეიძლება მოახდინონ მათ გავლენა ტრამპსა და ზელენსკის შორის ამ ტიპის მედია დაპირისპირებაში, რომლის ინიციატორი ზელენსკი აშკარად არ ყოფილა და აქაც ვამჩნევთ, რომ ის მაქსიმალურად თავშეკავებული არის თავისი დიპლომატიური და პოლიტიკური ენის გამოყენებაში. დიახ, ამ მედია კომუნიკაციაში უმნიშვნელოვანესია დაცული იყოს დიპლომატიური ტაქტი. ასე ვფიქრობ მე, იმიტომ რომ ზოგჯერ მასმედიის ყურადღების თვალსაზრისით მრავალი ქვეყნის წარმომადგენლების და შეიძლება მოხდეს ინფორმაციის ინტერპრეტაციით არაზუსტად ასახვა იმისა თუ რა ხდება კიევში და ვაშინგტონში. ძალიან მნიშვნელოვანია გაგაჩნდეს ორმხრივი ფორმატი ურთიერთობისა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს აღნიშნა, რომ იმედი აქვს და მზად არის, რომ შეხვდეს პრეზიდენტ ტრამპს და ის სირთულეები, რომელსაც ადგილი ჰქონდა, საჭირო იქნება მათი განხილვა პირისპირ. და მაკრონის ვიზიტი და კირ სტამერის ვიზიტი, პრემიერის კირ სტამერის ვიზიტი, ტარმერის ვიზიტი, ისინი მიაწვდიან უფრო კონსოლიდირებულ პოზიციას ტრამპს ევროპული ქვეყნებისა აი ამ ახალ რეალობაში რუსული ომის კონტექსტში. ვფიქრობ, რომ მათთვის ევროპის წარმომადგენლების, წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მოისმინონ
ტრამპისგან მასმედიის ჩარჩოებს გარეთ, საჯარო დიალოგის ჩარჩოებს გარეთ მოისმინონ ის თუ რეალურად ტრამპი და მისი გუნდი როგორ ხედავენ ომის დასრულების კონტექსტს და ადგილს ევროპისა და უკრაინისა აი ამ პროცესში, რომელიც მარტივი არ არის, ეს პირველ რიგში გულისხმობს ომის დასრულებას. ეს ეხება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას, ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებას, არ ეხება ეს, რა თქმა უნდა, ამერიკას, უფრო მეტად ეს ეხება ევროპას. და მნიშვნელოვანია აქტიურად ჩავერთოთ კომუნიკაციაში ტრამპის ადმინისტრაციასთან, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს. თქვენ ბრძანეთ ევროპელი და მკითხეთ ევროპელი ლიდერების როლზე, მაკრონისა და კირ სტარმერის თვალსაზრისით, მათი როლის თვალსაზრისით, ეს არის უფრო მეტად კომუნიკატორების როლი ჩვენი პოზიციის, სადაც ჩვენ ხმას ვერ ვაწვდენთ. არის იმედი იმისა, რომ მათ შეუძლიათ არგუმენტაცია მიაწოდონ, ჩვენი არგუმენტაცია სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, ჩვენმა პარტნიორებმა ეს გააკეთონ, ვინც უკრაინას უჭერს ხარს. ბატონ ბოგდან, დღეს ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს სამართლიან შეთანხმებებს მიაღწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამავე დროს მას ძალიან კარგად ესმის, რომ ევროპის მოწადინების შემთხვევაშიც ფული შეიძლება არ იყოს პრობლემა ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სამხედრო პარტნიორი, შეუცვლელია. თავად მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ევროპამ შეიძლება სამხედრო წარმოებაც ააწყოს, ფინანსურადაც უზრუნველყოს ეს პროცესი, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის მთელი რიგი ჩამონათქვალი ლიცენზიებისა სამხედრო წარმოების, მაგალითად პეტრიოტების, რომელსაც გერმანიიდან იღებდა, ასე ვთქვათ, უკრაინა, შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორც პოლიტიკურ, ასევე სასანქციო პოლიტიკის კუთხით და ასევე ლიცენზიების კუთხითაც ყველა ვარიანტში შეთანხმება არის მისაღწევი. როგორ ფიქრობთ, ტრამპი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ცდილობს ისეთი ტიპის ზემომგებიანი სავაჭრო შეთანხმების მიღწევას ზელენსკისთან, თუ უბრალოდ ამწვავებს დამოკიდებულებას, რადგან 48 საათში უკრაინის კონფლიქტის დასრულების შესრულება, ასე ვთქვათ, მიღწევა ამ დანაპირების, ჩანს რომ შეუძლებელია და ამ პროცესში, ასე ვთქვათ, მედიურ დონეზე მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავე ბრჭყალებში სხვა ჩანდეს და არა თავად. ფიქრობ, რომ ტრამპი გამოდის ძალისმიერი პოზიციიდან. მისი მთავარი გზავნილი იყო საარჩევნო კამპანიაში ძალის დაბრუნება, ამერიკის სიდიადის დაბრუნება და ამჟამად ცდილობს საკმაოდ ხისტი კომუნიკაცია განახორციელოს. პირველ რიგში რომ მრავალი ქვეყნის ლიდერი ჩააყენოს ჩვენი ლიდერის ჩათვლით, ზელენსკის ჩათვლით, ისეთ სიტუაციაში, სადაც საჭიროა რეაგირება იმის თვალსაზრისით, თუ რა კომუნიკაცია მიმდინარეობს ვაშინგტონთან, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება. ზოგჯერ ძნელია, რამდენიმე თვის წინ ჩვენ პროგნოზს ვერ ვაკეთებდით და თვლიდით, რომ ესეთი სიტუაცია შესაძლებელი იყო და ამგვარი კომუნიკაცია შესაძლებელი იყო. და განსაკუთრებით ის, რაც შეეხება ბუნებრივ წიაღისეულ შეთანხმება, იშვიათი მეტალების შეთანხმებას იმ ქვეყნისთვის, როგორშიც უკრაინა იმყოფება, 3 წლის განმავლობაში, როცა რუსეთის შეჭრა მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ყველაფერი იბომბება თითქმის ყოველ დღე რუსეთის მხრიდან და ამ მდგომარეობაში მაქსიმალურად რთულია ჩვენი მხრიდან, უკრაინის მხრიდან მოითხოვო მხოლოდ ჩვენთვის მომგებიანი პირობები. ეს ძალიან ღირებულებას მოკრებულია. პრაგმატიკაა ეს პოლიტიკა, რომელიც საკუთარი ინტერესებზე ამხოლოდ მიმული და ჩემი აზრი ესეთია, რაც უფრო მეტი ლიდერებს ექნება კომუნიკაცია ტრამპთან, ყველანი მზად არიან ფაქტიურად. ზოგს თუმცა შეიძლება ეშინოდეს განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებისა ტრამპთან კომუნიკაცია.
დასავლური დემოკრატიებისა. მით უფრო ადვილი იქნება დავაბალანსოთ ჩვენი პოზიცია. იმიტომ რომ ერთ მხრივ ტრამპი დაპირდა საარჩევნო კამპანიის დროს ამერიკელებს, რომ იგი დიდ თანხებს არ გამოყოფდა უკრაინის ხარდასაჭერად, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხარდასაჭერად, მაგრამ ამავე დროს ტრამპს მოეხსენება რომ გარანტიები იმისა არ არის, რომ ომი შეიძლება დასრულდეს ისე, როგორც მან დაპირება გასცა, საჭირო იქნება ამერიკელებს აუხსნა, რომ საჭიროა გაგრძელდეს უკრაინის ხარდაჭერა რუსული ომის კონტექსტში და არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ გვაინტერესებს მათი რესურსები, ამან შეიძლება იმუშაოს ტრამპისა და რესპუბლიკელებს შორის კომუნიკაცია. შეიძლება ეს არის ლოგიკა, რომელსაც ტრამპი მისდევს, მაგრამ როგორც მანამდე გამოვსახე, ეს არის საკმაოდ ძნელი და მკივნეული ჩვენთვის სენსიტიური კითხვა და მომავალ მოლაპარაკებებში მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიცია, მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მძიმე ფასად ფორმირდება ჩვენი ჯარისკაცების გმირების სიცოცხლის ფასად, რომელიც იცავენ ჩვენ ქვეყანას და ევროპულ დემოკრატიას ფრონტზე, რომ ჩვენი პოზიციები იყოს ძლიერი, მაგრამ აი ესეთ რიტორიკაში, რომელსაც ადგილი აქვს დღეს, მე ჩემი აზრით ძალიან პოზიტიური არ არის ეს მომავალი მოლაპარაკებების შესაძლებლობის შემთხვევაში. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ ბატონ ბოგდან. აი ბატონმა ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ თქვა, ჩემი აზრით ზუსტად ის რაც ახლა ჩვენ საუბრობდით, ოღონდ ძალიან მკაფიოთ. ნამდვილად მჯერა რომ ტრამპი დაგვეხმარება ომის დასრულებაში, მაგრამ შვიდობა ძალის მეშვეობით და ეს იყო ლოზუნგი, ასე ვთქვათ, ტრამპის გარემოცვის წევრები აქტიურად იყენებდნენ, როცა მათ ეკითხებოდნენ, როგორ ხედავდა პუტინთან მოლაპარაკების, პუტინის იძულების სტრატეგია, ზუსტად ამას ხმარობდნენ, ანუ რეიგანის მიდგომის ფორმულას, ასე ვთქვათ, რომ მშვიდობის მიღწევა ძალის გამოყენებით, სიძლიერის დემონსტრირებით და ზელენსკი იყენებს ამას და ამბობს, რომ მაგრამ მშვიდობა ძალის მეშვეობით ნიშნავს პირველ რიგში ძალის მიმართვას რუსეთისკენ. მგონია, რომ სწორედ ეს არის ამ გამოთქმის არსი. მშვიდობა ძალით. ამ ეტაპზე შთაბეჭდილება რჩება უბრალოდ, რომ ამ ძალის ბუნებრივია უფრო მედიური და ასე ვთქვათ პოლიტიკური ძალის გამოყენება უფრო უკრაინის და მისი ლიდერის ზელენსკის მისამართით ხდება. ჩემი შეკითხვა შემდეგია და ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა. როგორ იმოქმედა ტრამპის ამ განცხადებებმა, ასეთმა დამოკიდებულებამ ზელენსკისადმი, ზელენსკის ავტორიტეტზე, მის რეიტინგზე, მის რეპუტაციაზე, მის გავლენებზე, თავად უკრაინელ საზოგადოებაში. როგორი არის განწყობა შეიარაღებულ ძალებში და როგორი არის განწყობა საზოგადოებაში მასთან მიმართებაში და მისი პოზიციების მიმართ. ფიქრობ, რომ უკანასკნელები კვირების და დღეების განმავლობაში იყო შეიძლება ცივი შხაპი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ რაც მოვისმინეთ ვაშინგტონიდან, განსაკუთრებით მედია კომუნიკაციის კონტექსტში, ტრამპისა და მასკის მხრიდან ერთ მხრივ უეჭველია, რომ ძალიან ბევრი უკრაინას ნაწილობრივ იმედი გაუცრუდა, იმიტომ რომ მოლოდინები იყო კი მოზომილი, მაგრამ უფრო პოზიტიური. იმ კონტექსტში, რომ რას შეიძლება ველოდეთ ჩვენთვის წამყვანი ქვეყნისგან, როგორც არის აშშ. ეს არის პირველი და მეორე, როდესაც არის შეგრძნება უფრო მეტი რისკების და მუქარების, ხდება კონსოლიდაცია საზოგადოების შემდეგ, გარკვეული შიგნით, გარკვეული კონსოლიდაცია, ლოგიკურია, მიუხედავად იმისა, თუ პერსონალურად ვინ ზის სავარძელში დემოკრატიულად არჩეული პიროვნება, ხდება კონსოლიდაცია ადამიანების, იმიტომ რომ უკრაინაში ჩვენ გრძნობთ, რომ აი ეს პოტენციური საფრთხის დონე
საშიშია, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ დაბალანსება და გავაგრძელოთ თანამშრომლობა აშშ-თან უკვე ტრამპის პირობებში. ზოგიერთი სოციალური გამოკითხვის შესაბამისად ნდობის მაჩვენებელი პრეზიდენტის მიმართ არის საკმაოდ მაღალი და ეს ნამდვილად არ არის ის ციფრები, რომელიც მოვისმინეთ ტრამპის მხრიდან. მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მის გარემოცვის ადმინისტრაციაში მათ გააჩნიათ ზუსტი ინფორმაცია. უბრალოდ სხვადასხვა რაღაცეების გაჯღერება ხდება იმისთვის, რომ მოხდეს დისკუსიის პროვოცირება, რაღაც გარკვეული დისკუსიის და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნიდან ძალიან მნიშვნელოვანია ძალზე ფრთხილები ვიყოთ ჩვენ კომუნიკაციებში, ნაკლებად დავეყნოთ ემოციებს, იმიტომ რომ ზოგჯერ ემოციებმა შეიძლება ზიანი მოგვაყენოს და ამ შემთხვევაში დიპლომატია უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, ტრამპს თვითონ შეუძლია თავისი რიტორიკა შეცვალოს და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს ხანში ტრამპმა შეიძლება შეცვალოს რიტორიკა უკრაინის კონტექსტში, ზელენსკის კონტექსტში თუ დაინახავს გარკვეულ პროგრესს ამა თუ იმ საკითხში, რომელიც მისთვის იქნება საინტერესო იმ თვალსაზრისით, რაც შეეხება რაც გამომდინარეობს მისი ხედვიდან. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო კომენტარებისთვის. ბოგდან ფერენსი, უკრაინელი პოლიტოლოგი მონაწილეობდა ჩვენს გადაცემაში.